შაბათი დილა მშვიდობის. მოვედი, საიდანვე ხომ უნდა გაგვიგრძელებინე და ისე მოვედი თითქოს არც წავსულ ვარ. ანუ გამარჯობა, როგორ ახართ? მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. თქვენმა ყველას კომენტარმა, ყველას მოკითხვა მომაბრუნა უკან და თუ ვინმეს ეგონა რომ გავქრია პლატფორმიდან, ნუ რას უკაცრავად. ხუმრობ. სულ ერთია ჩემთვის ეს რა გონია, მე ასაკს დიდი ხანია გადავაბიჯერო, ვინმეს გონებაზე ვინერვიულობ. რა მოხდა ახალი სანამ არ ვიყავი. სათვალე ერთი, რომელიც როგორც იქნა დავაყენე საშველი და გამოვცვალე. გადავდოთ ეს სამარიაჟოდ მეკეთა რომ ეჩვენებინა თქვენთვის, ისაც ვერ ხედავ, მაგრამ მაინც აქაც ხუმრობ. კარგად ვარ. არ დავიწყებ იმას, რომ დეპრესია მქონდა, ცუდი პერიოდი მქონდა, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ეს პერიოდები, ყველას გვაქვს გადასალახი, გადასატანი დღეები, ყველას გვაქვს მის მერე აღმართ ყოველთვის და აღმართი მოყვება, გემრიელი დღეები, ბედნიერების, გახარების და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაშიც ხდება შესაბამისად მსგავსი რაღაცეები. ოღონდ არავინ არ მლანძღავს, არავინ არ მეჩხუბება, არავისთან არ მაქვს დისკომფორტი. ეს თავისით ხდება, როცა რუტინული ცხოვრება გაქვს და ერთი და იგივეს აკეთებ და ჩვეულებრივ მეც თქვენსავით ბრძოლა გადარჩენისთვის მაქვს. სადღაც ალბათ ენერგია გელევა, იღლები, გაღიზიანებს მინიმალური რაღაცეებიც. ხო, დეპრესიას ვერ დავარქმევ, როცა ადამიანი წინ მიიწევს იმისთვის, რომ მისი ოჯახისთვის, მისი წინსვლისთვის აკეთოს რაღაცეები, ის დეპრესია არ არის, ის უბრალოდ დაღლილობა. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაშიც იყო ესეთი პერიოდი, თუ ვინმეს გაინტერესებს ჩემი ბიზნესი არც ისე კარგად არ მიდის, მოკლედ არ მინდა ჩემს სამსახურებზე ლაპარაკი, ზოგადად არც სალაპარაკო არ არის, მოდი ისე უფრო ჰაერონად და ზოგადად ვილაპარაკოთ პირველ ჩართვაში. ხო და ამიტომ მომიწია რამდენი ხანი არ ყოფილი ვარ, ძალიან დიდი ხანია, ხო არც ვიცი როგორ უნდა მოვიდე, სად უნდა შევხედო, რომ პირდაპირ თქვენ გიყუროთ, ანუ ვერც აღვქვათ, არც ხვდები ყოველთვის ვერაფერ ხოლმე შენიშნოს, რომ არ იყურები იქ, სადაც უნდა იყურო. და მიმანიშნებენ, რომ უნდა ვიყურო სადღაც მოიცადეთ, აი აქ. ხო, გარდა ამისა, ჩემმა ოჯახის წევრმა მოიყვანა ცოლი და ვიყავი ტაილანდში 14 დღე, რომელიც იყო განსაკუთრებული 12 დღე უკაცრავად ჩემს ცხოვრებაში. არ მეგონა მსგავსად თუ მოვიხიბლებოდი ამ ქვეყნით, ამ ხალხით, აზიით. ალბათ ჩვენ რომ მათი ნახევარი ვიყოთ, არ იქნებოდა ეს ჭორაობა, ხოცვა-ჟლეტვა, გამში დამიჭირე ვიღაცაზე წყენა და ასე შემდეგ. იმდენად თავმდაბალი ხალხია, რომ გავოცდი და გაოცებული დავდივარ მის მერე. რა თქმა უნდა, ტაილანდური სამზარეულოს ფანი ვიყავი და რომ მეგონა რომ რაღაცები გასინჯული მქონდა და დაგემოვნებული მქონდა, თურმე სად ვიყავი. არ ვიცი. მათი მოვესწარი რაღაცების ნახვა, ძალიან ბევრი რამე ვნახე, ვისი ამოვნა. თუ ვინმეს კითხვა გაგიჩნდებათ, რატომ არ გადავიღე, არსებობს რაღაცები, რომელიც მარტო შენია. და ჩემმა გერმანიის და შვეიცარიის ვიდეოებმა საერთოდ არ მოაგროვა მაშინ არც მოწონება პირიქით რაღაც ნეგატივი წამოვიდა, ამიტომ აქაც შევჩერდი, იმიტომ რომ ხო, რატომღაც ეს ჩავთვალე საჭირო. და თან შენც რომ ეცნობი და რომ დადიხარ და ყოველი კუთხე კუნჭული, ყველა ის დეტალი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ხარ ესეთი ჩამოყალიბებული ადამიანი ამ სფეროში, რომელსაც შეუძლია რომ აიღოს ვიდეო კამერა და თან ისიამოვნოს, თან გადაიღოს და თან შემეცნებითად გაატაროს დრო, ამას მე ვერ შევძლებდი, შესაბამისად ბევრი ვიყავით თან. და ნუ არ იყო ამის დრო და წუთი სოფელი. ბანგკოკის გარდა ვნახე კიდე ძალიან ბევრი პატარა ქალაქი, ვიყავი ძალიან ბევრ საუცხოო ადგილას, მოვიარე
სატახტო ქალაქი ყოფილი ბანგკოკის თუ სწორად ვამბობ არ ვიცი სადაც ვინც ჩემი Facebook მეგობარია კი ნახავდით ჩემს ფირზე არა პროფესიონალურად აღბეჭდილ ემოციებს რომელიც ძალიან დასამახსოვრებელი იყო ქალო ჩვენ რომ დაფრინავდიო შენი შვილები სად იყვნენ ჩემი შვილები უკვე მოზრდილები არიან და დიდები არიან შესაბამისად ძალიან კარგად იყვნენ პატრონთან ერთად ჩაბარებულები მიუხედავად იმის რომ მე არ ვარ ყოველთვის არის ადამიანი რომელიც ჩემს მაგივრობას წევს და ასე რომ გეგმაში მაქვს საფრანგეთი ამას დავტოვებ ესე იმიტომ რომ არ ვიცი ჯერ გამომევა თუ არა მაგრამ ძალიან მინდა ნიკუშას ვაჩვენო და მეც ვნახო კიდევ ერთხელ და ის ემოციები რომელიც ეხლა დავაგროვე კიდევ უფრო შევავსო და გავაახლო და ეს ზაფხული იქნება არა სტრესის და იმასთან წამოგორების რა ცხოვრება რაღაცეები ისე დამანახად მასწავლა წამაქცია გადამიარა არ გამოვიდა პირიქით სიამოვნების ან ამასთან ერთად შეგიძლია ის სიამოვნო ანუ ის რომ არ გამოგივიდა შეგიძლია კიდევ ცადო და არ ნიშნავს იმას რომ დეპრესიას მივეცეთ და ვაიმე ეს რა მოგვივიდა ვაიმე როგორ გადავრჩებით ვერ ვიტან მოწუწუნე ხალხს შესაბამისად არ ვიწუწუნებ ხოლმე ვერ გაიგებთ ჩემს წუწუნს ვერასდროს სულ ეს ამბები იყო რაც თქვენთან მე არ ვიყავი აღდგომა ბავშვებთან ერთად და რა თქმა უნდა მამასთან ერთად გავატარე ხო რა სულ ეგ იყო ეხლა ვიყავი მაღაზიაში და შევიყიე თქვენ გიყვართ რა ვიყიდეს სად ვიყავი იმდენად არ არის ისეთია მიუღებელია თითქოს ჩემთვის მაშინ ამ თემაში უნდა იყო და როცა ადამიანი სულ დადის და აკეთებს სასიამოვნო იმის ყურება მოკლედ 100 ლარი რომ იშოვო როგორ რთულია 100 ლარიდან დამრჩა 15 ლარი და რა ვიყიდე ყველაფერი მოთავსებული აი ამაში მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი ფასდაცვობით ავიღე გარდა ერთი პროდუქტისა მაინც ეს გამოვიდა მოკლედ ვანილის ეთერზეთი რომელიც ღერდა 3 ლარი არ აკეთებს ფოკუსირებას ცოტა შორს გავწვაი ეხლა ღერს 12 და 40 საათში მაგრამ ეს არის ჩემი დილის ხასიათი ეს არის ჩემი კანისთვის ძალიან სასარგებლო ხო და რაღაცა გავიმეტე 21 ლარის ნაცვლად 14 ლარი როქსის სენსიტივი ცოტა ცხარე საჭმელმა დამოგებია პირის რაიმე რა პატარა უმერთო ჩემ 21 ლარად გადაყვეტილი მქონდა რომ დეოდორანტები აღარ მეხმარა მაგრამ ვიხმაროთ ხალხო ყველა მიხმაროთ დაცხა უკვე ეს შეწუხებული ვარ მარილი მქონდა მარილის კრისტალი მაგრამ ვატყობ რომ არ არის საკმარისი და ატირანსის ეს მომეწონა ძალიან გემრიელი სუნი აქვს ძალიან არის არ ვიცი როგორი სუნი ეს იყო 35 ლარის არა 38 ლარის და რაღაცის მაკარონი ფასდაცმობით 3.50 ფრესკო დავლაშქრე იმიტომ რომ ყავა ახდა და როგორც აღმოჩნდა ტაილანდში ყავის გემო ვერ დავამოყამა მე არ ვიცი თქვენ ანუ ყველა სხვადასხვა ყავის გემო მოწონს და მე ვერ ვნახე მოვიარე მთელი კაფეტერიები სადაც შემეძლო Starbucks-ში კი შევაბოდე იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა
და იქა წყალწით მომიტანეს, აი ამ ხელაჭიქით მომიტანეს წყალაყავა, რომელიც ძალიან არ მომეწონა. გავაპროტესტე და წავედი და მეორე ჭიქა შევუკვეთა ესპრესო და მომიტანეს ანალიზი. ის მომეწონა რა თქმა უნდა. ხო, ანუ რომ დავდიოდით და მოძრაობდით და ვთვალიერებდით ყინულიანი რაიმე წვენი ან ყავა თუ არ ქონდა თან ძალიან რთული იყო ქუჩაში გადაადგილება ისეთი ტემპერატურის გამო და მიწევდა ბევრი ყავის დალევა. მე ისაც მიყვარს და ბევრი ყავას ვსვავ და ვერ ვაგემოვნებდი და მე გადავედი მაჩაზე, რომელიც ძალიან მომინატრება და აქ საშინელი ფასი ღირს და იქ ვაცლებდი ერთ ჭიქაში გაკეთებულში უკვე ჩვენ ქართულ ფულზე 3 ლარს. და მაღაზიებში ჩვენთან ცეცხლის ფასი უკიდია, რომ ვიყიდოთ ან გამოვიწეროთ. უბრალოდ არ მქონდა მე ბაგაჟი რაღაცების გადაყრამაც მომიწია, რომ ბავშვებისთვის რაღაც მინიმალური დასასინჯი რაღაცები ჩამომეტანა და მაჩა წამოვიღე 2-5 გოგოების საჩუქრებშიც ჩავდე ჩემი და ქალების და რა ღირდა რაღაც 5 ლარი, 8 ლარი. აღარ დაპაკეტებული ჯერადები. ხო და იქიდან რაც ჩამოვედი, მოკლედ საიდან დავიწყო და მაჩას მივახტი, ყავა ადამიანია, გემრიელი. ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი ჩვენთან ახლოს, სუპერმარკეტი არის ფრესკო. ანუ გადასასვლელ ხიდთან შემეძლო გასვლა, მაგრამ რაღაც დავიზარ. მოკლედ, ჩემი საყვარელი ყავა ალავაცა. ჩემი პირის გემოსთვის არის ძალიან მისაღები და აი ეს ოდენობა ყავა გეტყვით ახლა რამდენი გრამია 250 გრამი დასაფქვავი რა თქმა უნდა მე მიყვარს მარცვალი იმიტომ რომ ამას გერმეტულად ვინახავ და ძალიან დიდხანს პორციებად ვქავ და ძალიან სასიამოვნოა ყოველდღიურად და ახალი დაგქული ყავის ჯერ სუნი და მე მოდუღების პროცესში სუნი და მე გემო ეს არის ჩემთვის ამასთან ერთად ამ დილით ხომ და შეიძლება რაღაც განწყობა და ხასიათი შენ თუ არ გაართე შენი თავი ეს ცხოვრება რა არის არაფერი ხო ანუ ძილი ჭამა მუშაობა და კარგად რომ შევფიქრე და შეიძლება გაგიშდე და რისთვის წვალობ მე ამას თუ ჩაუღრმავდი ხო საერთოდ და ну მოკლედ ერთი სული მაქვს გავსიჯოთ პირველი კლუბი თქვენთან ერთად ეს არ მიყიდია ჩემია არაჟანი ფასდათმობაში იყო და მომწონს ეს არაჟანი და მაკარონთან ერთად ძეშვილია ძალიან მოხდება ძალიან დიდი ხანი არ მჭამე კარაქი და რატომღაც ხანდახან ძალიან მინდება ხოლმე და თან შესაძლოა კვერცხს როცა ვიწვავ და ხშირად ვცდილობ რომ მივირთვა კვერცხი ცილა ძალიან ცოტა კარაქს მოვიხმარ ხოლმე შეწვის დროს და კარაქიანი შავი პურიც ძალიან მიყვარს ყველთან ერთად და ჩაის თუ მივატან, არ ვიცი თქვენ მასე გემართებათ თუ არა, არ არის ეს ვალიოს რეკლამა ფასდათმობაში 11 ლარი ლიგს მივათხლიშე. ჩაისთან ერთად თუ ჭამ კარაქიან პურს და ყველს. ამ ჩაი თუ გამითავ და ჩაის ვიმატებ, კარაქიანი პური თუ გამითავ და კარაქიან პურს ვიმატებ. და ასე გავუთავებლად, ანუ ერთად არასდროს არ მითავდება და გამოდის რომ იმდენს ვჭამ. რომ არასდროს არ ვამთხოვ ერთმანეთს ჩაის და კარაქიან პურს ზოგადად მივირთმევ ხოლმე რომ აი ასე არ დამემართოს იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. ეს იყო რაღაცა ორცხობილა, ბერძნული კაკაოს კაკაოს ორცხობილა, მეტკბილის გარეშე ხო არ შემიძლია ძალიან დიდი ხანი არ ვჭამ ხოლმე და მე რაღაცა ესეთ პატარებს ვიყიდი ხოლმე და ამასაც გამოვიზოგავ ხოლმე და ეხლა რაც ბავშვები აქ არ არიან შესაბამისად არ ვაცხობ საჭმელს მე არ ვაკეთებ, არაფერს არ ვაკეთებ, უმაქნის ქალი ვარ, საერთოდ არაფრის გამკეთებელი არ ვარ. სახლის ნალაგების გარდა. ხალხთან დასატესტად აი ეთქო.
ჩემი საყვარელი ორბიტი. და ამასაც ვერაუვლები გვერდს კატასტროფა ფასიღებს და 4.99 მეტრი. ეს იყო თქვენი 85 ლარი, ეს არ არის ცხოვრება. ფაქტიურად არაფერი არ მიყიდია. თქვენს ასე მოგდით მაღაზიაში რათა ფულს ვეხდით და რაღაც ყიდულობ ყოველთვის კონსულტაციებს ნახავ ჩეკი მომეცი და მე გავარ და ვუყურებ და ახლა რაღაცები არ იყო ფასდათმობაში რაც ავიღე და ისინი წავაშლევინე და უკან დავაბრუნებინე იმიტომ რომ ისედაც ნაიცი ეს კარაქი ხა დიდხანს მეყოფა ყავა დიდხანს მეყოფა მაგრამ კვილის პასტაც დეოდორანტიც საჭირო ნივთები იყო რომელიც მჭირდებოდა ჩემ თავთან ვერ მოვდივარ ხოლმე და ესე ვუხსნი ხოლმე რომ ეს აუცილებლად მჭირდებოდა უნდა გიყიდო ავედით ახლა დავუქვათ ყავა და მოვიდუღოთ გადავიტანოთ ყავა შესანახად ой მე მინდა ცოტა გერმეტულად ქონდეს მოვიდა ამას გადავაკრავ, იმიტომ რომ არ მაქვს ყველა ეხა, ანუ ეს კაი რაღაცა. ეს რომელიც ჯერ არ დაჭირდება. საფქოვი ორ დარჩა და ახლა როგორ ფიქრობს ვინმე ამას დავტოვებ? რა თქმა უნდა არა. ეს უნდა შეიფიცნოს ადამიანმა. მარცვალი ვიყავე. რაღაც კარგი სუნი იქნება. როცა ძალიან გეატრება ყავა, ორი უნდა ჩაყარო ალბათ. ესეც ასე შემოვდგათ და კიდევ მოვუკლოთ. რაც უნდა გაჩვენებინოთ და სამ ყავა მომზადდება. ერთი წუთი დაქვე ვიტრიალებ თან და მოვიტან. მოკლედ მგონი მოყოლილი მაქვს მე სადაც ცხოვრობ თელავში. ჩემი გამომწერი არის ერთი უსაყვარლესი, ერთი ქალბატონი უსაყვარლესი თინა დეიდა, რომელიც ჩემს გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს და საცვალე ვერ ჩასული ვარ ამ დგომის დღეს, ამ დგომის დღეებში იქამდე მომწერა რომ ჩამოხვალო შენთან საქმე მაქვს. ხომ მშვიდობა მეგრევე იმეც წავედი ჩემაშულება რამე ხარ და აშავეს ვინმე რამე ხარ თქვენ რაღაც და არა მშვიდობაო მოკლედ ვალაგებ სახლს მანქანა რო გაჩერდა ეხა ანუ აღარ მიმიწერია მივხვდი რომ დაინახავ და რომ ჩავედი და აბაზანაში ვარ დავალაგე სახლი ვბანავ და გამოვედი ანუ დალაგებული მაქვს ყველაფერი ეს აოხრებული რომ დამხვდა ტაოკლარჯეთის ომი მოგონება და
რაღაცა ახალი ცელოფანი დავს ჩემთვის უცხო. ეს რა არის თქვენი გუშას ვეკითხები და არაფერი შენი არ არისო თავი დაანოდო. ოკეი. კიდე გამოვიარე ხარ მოსვენებს მერის თორა ვარ თუ არ დავინტერესდებოდა თუ ჩემს სახში რა ხდება. ხო, ვიღაც ბავშვმა მოიტანაო და თქვა ვარ დორას მიეციო. ეს არის ფერების ზეიმი. ეს არის სიყვარულის ძალიან ლამაზია. ესეთია. მთელი გულით არის. ნაჩუქარი. აქედანაც მადლობა თინადეიდა. ყველა მხრიდან მადლობა და არ ვიცი ადამიანი ასე როგორ უნდა გიყვარდეს რომ მისთვის მოძებნო საჩუქარი იგრძნო ის ფერები რომლებიც იმ ადამიანს უყვარს მოძებნო ის მე ძალიან მაბედნიერებთ გიჟდები მეც მინდა რომ ესეთი ვიყო და შევეძლო და ადამიანებს ესე გავუკეთო საჩუქრები ცოტა არ გამოგდის ხოლმე ჩემი ყავმზადდება ამას ესე შევინახავ, იმიტომ რომ პიჯაკის დრო გავიდა და ზაფხულში თუ რაიმეზე შემოფარება დამჭირდა. რა მაგარია. მაშინ გამოვიყენებ თუ არა და ვერ დაიმტვეროს, ასე შევინახავ. დავეწვეთა. მე არ ვიცი ვის გაგიხარდათ, ჩემი დაბრუნება ვის არ გაგიხარდათ. ამას რა თქმა უნდა მე ვერ ვიგრძნობ, ვერ დავინახავ. მაგრამ მე იმდენი მყავხართ, რომელსაც უხარია რეალურად ჩემთან ურთიერთობა, ჩემი გამოჩენა, რომ ესეც მაბედნიერებს და საკმარისია. გავსინჯოთ. მეტალა მიყვარს აი აქ. რო ჩადის და აქ რო ჩერდება. იქ დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ იმდენად მონატრებული მაქვს ყავა. ორ კვირა და შვიდში ჩამოვფრინდი უკან, რამდენი დღეა. არ დამილევია, არ მიმირთმევია. რომ ეს ძალიან ინტიმური თემაა და დამოუკიდებლად უნდა ვქნა მარტო ჩემ თავთან ერთად. არც ნორმალური არ არის ყავის ხურებაში გაგატარებინოთ დრო. მოკლედ, მე ვფიქრობ, რომ საწყისისთვის კარგი იყო ჩვენი ურთიერთობა. ყველას პატევს გცემთ. ყველა მიყვარხართ. დროებით გემშვიდობებით. ახლა